პირველი სერიის შოკის მომგვრელი ფინალის შემდეგ ფარახის ცხოვრება ბეწვზე კიდია. თაჰირმა უნდა გადაწყვიტოს უდანაშაულო ქალის და მისი ავადმყოფი შვილის ბედი, მოკლავს მას თუ გადაარჩენს. მეორე სერია თეთრი კრავი. მეორე სერია სვამს კითხვებს. შეუძლია თუ არა დაუწერელ კანონებსა და კრიმინალურ სამყაროში გაზრდილ კაცს იგრძნოს სიბრალული. დღეს ვნახავთ, როგორ იქცევა გადარჩენისთვის მებრძოლი დედა უდიდესი მაფიოზური დაპირისპირების ცენტრად. და რაც მთავარია, ვინ არის თეთრი კრავი, რომლის მსხვერპლად შეწირვაც ყველას ასე მარტივად უნდოდა. ფარაჰი კიდევ ერთხელ აღმოჩნდება მწარე რეალობის წინაშე. მისი მცდელობა თავი დაეღწია ამ კოშმარისთვის კრახით სრულდება და მას თაჰირი აკავებს. სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია, თუმცა ფარაჰს ბედი მოულოდნელად შანსს აძლევს. მან შემთხვევით ალი გალიპის სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ეს ფაქტი უნარჩუნებს მას ამ წუთას სიცოცხლეს, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი სიმშვიდეა. ახლა ფარაჰი და თაჰირი დაძაბულები ელიან თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალი გალიპი ამ ქალის ბედზე. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ფარაჰმა ერთი მხრივ ამ კაცის სიცოცხლე იხსნა, მაგრამ მეორე მხრივ ის პირდაპირ საფრთხეს უქმნის ალი გალიპის შვილის სიცოცხლესა თუ თავისუფლებას. საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება ფარაჰს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს, თუმცა მომავალი მაინც სრულიად ბუნდოვანი, გაურკვეველი და საშიშია. ამ დროს ნამდვილი ქარიშხალი თაჰირის სულში ტრიალებს. ბოსის ორიგინალური და მოულოდნელი გადაწყვეტილება თაჰირს ნამდვილ ჩიხში ამწყდებს. კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ბრმად ასრულებდა თავისი უფროსის ყველა ბრძანებას, იმ ადამიანის, ვინც მასზე მთელი ცხოვრება ზრუნავდა, ახლა უმძიმესი არჩევანის წინაშე დგება. თაჰირი ცხოვრებაში პირველად არის გაჭედილი საკუთარ გონებასა და გულს შორის. ერთ მხარესაა უსაზღვრო ერთგულება, მეორე მხარეს კი რაღაც ახალი, რაც მის შიგნით იღვიძებს. თუმცა მოდით მოვლენებს წინ უგავუსწრებთ, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ ვიცით, ისიც ვარაუდით. დრო კი კატასტროფულად ცოტაა. საათის ისრები ფარაჰის საწინააღმდეგოდ მუშაობს. პარალელურად სიუჟეტი კიდევ უფრო იძაბება. გამომძიებელი მეჰმეთი ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება სიმართლეს. ის სულ უფრო მეტ სამხილს პოულობს და ცდილობს გაარკვიოს, ვინ იყო ის იდუმალი ქალი, რომელიც მკვლელობის ღამეს თაჰირის მანქანაში იჯდა. მეჰმეთის გამოჩენა ამ ისტორიას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის ყველასთვის. და თითქოს ეს დრამა არ კმაროდა, სერიალში შემოდის ახალი ტრაგიკული ხაზი. გონული. გონულს წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ ადამიანი, ვისთანაც ის ძალიან ახლო, თბილ ურთიერთობას იწყებს, სინამდვილეში მისი ბავშვობის საუკეთესო მეგობრის ცივსისხლიანი მკვლელია. გონული ცეცხლს ეთამაშება და ამას ვერც კი აცნობიერებს. კადრში ასევე შემოდის ახალი პერსონაჟი. საინტერესო სცენებსაც გვთავაზობენ, თუმცა რას წარმოადგენს ეს ქალბატონი, ამას ალბათ მომდევნო სერიებში გავიგებთ. ახლა კი სანამ მესამე სერია დაიდება, შევეცადოთ ჩვენით გავცეთ კითხვებს პასუხები. შეუძლია თუ არა თაჰირს გასცეს ის ერთადერთი ადამიანი, ვინც მამასავით სდიდა. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეძლებს ფარაჰი სიმართლის დამალვას, როცა პოლიცია მას ასე აქტიურად ეძებს და რაც მთავარია, გაუძლებს თუ არა პატარა ქერიმ შაჰის ჯანმრთელობა ამდენ სტრესს. დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში, პირადად წავიკითხავთ თითოეულს და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ. გამოიწერეთ არხი, რადგან წინ მესამე სერიის კიდევ უფრო გიჟური გარჩევა გელოდებათ. მომავალ შეხვედრამდე. კიდევ ასევე დაგვიწერეთ, თუ რომელი სერიალები გაინტერესებთ კიდევ, რომ მათი განხილვები კიდევ უფრო სწრაფად შემოგთავაზოთ. სასიამოვნო ყურებას გისურვებთ. დროებით.